პროშვილის ბოლო ბრალდებაზე სასამართლომ მსჯელობა დაიწყო. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ პროცესზე პროკურატურა ბრალდებას მოხსნის წინააღმდეგ შემთხვევაში კი ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს მოითხოვენ. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესის ფარგლებში უფლისციხის სამხედრო ბაზაზე ნივთმტკიცებები კერძოდ ის ვაზნები დაათვალიერეს, რომელიც გამოძიების ცნობით ფუჭია და ოქროაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდშია შეძენილი. ოქროაშვილს აღნიშნულ ბრალდებაზე 73 მილიონი ფუჭი ვაზნის შეძენას ედავებიან საქართველოში დაბრუნებისას ყოფილ თავდაცვის ministrs ბრალი 4 ეპიზოდში ედებოდა, მას 3 ბრალდება პროკურატურამ უკვე მოუხსნა. დღეს ბოლოს ხდომა გაიმართება კამათი. ჩვენ მზათავართ კამათისთვის, თუ პროკურატურა ბრალდებას არ მოხსნის, ჩვენ მოვითხოვთ გამამართლებელ განაჩენს, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ არავითარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ირაკლი ოქროაშვილის ბრალეულობას საქმეში არ არის, დანარჩენი უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია.